მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ ჭაბა ზარქუა და თქვენ ვიყოფებით ახლა ჩემი YouTube-ის გვერდზე, სადაც ვაწარმოებ ციკლს, რომელსაც ქვია მომნელებელი ტრაქტატი და რომლის პარაგრაფშიც ვისაუბრებთ არაერთ საინტერესო გასტროენტეროლოგიურ თემაზე. დღეს მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო შებერილობის ყველაზე მთავარ მიზეზზე, რაც შეიძლება იყოს არ შემაწუხებელი შებერულობის ყველაზე მთავარ მიზეზზე, ზოგადად შებერულობის არა, შემაწუხებელი შებერულობის. და ამას აღიხსნით რატო უსმენ ხას ბოლო სლაიდებზე. ეს ჩემი მოხსენება დაფუძნებული არის რომ 4-ის მასალებზე, რომ Foundation-ი არის ორგანიზაცია, რომელიც მუშაობს ნეიროგასტროენტეროლოგიურ პრობლემებზე და მეოთხე გამოცემას, მეოთხე შეკრების შემდგომ გამოსცეს ძალიან ბევრი საგანმანათლებლო მასალა, რომელიც წიგნებიცადაც გამოცეს, ალგორითმებადაც, მაგრამ ბევრნაირი ძალიან საინტერესო უახლესი მტკიცებულებები ნეიროგასტროენტეროლოგიაზე, რომლის პარაგრაფს ვაპირებ არაერთი მოხსენება გავიკეთოთ, რითაც მინდა რომ თუ გაინტერესებთ ეგ თემები, თუ გაინტერესებთ ტვინის დანაწილების დარღვეული ურთიერთობა, გასტროენტეროლოგიური სხვა თემები, ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გაიგებთ, გამოიწერეთ ეს არხიც და გამოიწერეთ ეს პლეილისტიც რა, რასაც შევქმნი ხა ეს მეორე ვიდეოა ჯერჯერობით. ეს მოხსენება მოგიმზადებთ მე ამ მასალებზე დაყრდნობით, ნოუთბუქ ელემში ავაწყე ამ ხელოვნურ ინტელექტში, რომელიც ძალიან მიყვარს, იმიტომ რომ ძალიან ლამაზ სლაიდებს აკეთებს ხოლმე. ხო, აქვე მინდა გითხრათ, რომ ახლა რახან voice-over-ი ადევს ქართული, ჩემი ხმა რახან ადევს, აი ამეების თარგმნაზე, ეს არის არაკომერციული პროექტი, აქედან მე არანაირი შემოსავალი არ მაქვს, არც ვაპირებ რომ მქონდეს და ამიტომ ახლა რაც უფრო გავწელავ შრომას, ხო, ჩემი დაკავებული რეჟიმიდან გამომდინარე, ამით უფრო შეიძლება მე გული ამიცრუდეს და ამიტომ სლაიდებს რა თქმა უნდა განმარტებას გავაკეთებ, თუმცა შეიძლება ზოგჯერ ქართულ თარგმანზე დიდად არ ვიწვალო, იმიტომ რომ ქართულ თარგმანზე კიდევ ამის თარგმნას რა უნდა ქართულად, მაგრამ ამ აპლიკაციაში რაღაცეების შეცვლა მე ძალიან რთულია ხოლმე რა და შეიძლება ერთი მოხსენება რაც გავაკეთო 2 საათში ინგლისურად დამჭირდეს 10 დღე ქართულად რა და მე გული ამიცრუდეს, ასე რომ მე არ მინდა რომ მოხდეს და ამიტომ მომიდავეთ ინგლისურენოვანი სლაიდებისთვის, თუმცა მასწავლებელი არაფერი არა, იმიტომ რომ ქართულად გელაპარაკებით აგერ და გავაკეთებ აქცენტს, რაც საჭიროა იმას. ეხლა, როდესაც მუცელი იბერება, ხო, თავიდან და როცა მithumetes ვიზუალურად ხედავთ რა, მუცლის შებერულობას არის პირველ რიგში ადამიანი ფიქრობს, რომ რაღაცა პროცესი ხდება მის ორგანიზმში, რის გამოც ბევრი გაზი წარმოიქმნა და ეხლა უნდა უმკურნალოს ამ რაღაცა პროცესს, რომ წარმოიქმნას ცოტა გაზი და მისი მშვეობა იგრძნოს მერე. ეს არის არასწორი შეხედულება ამ ყველაფერზე რა. სხვა ექსპერიმენტულმა კვლევებმა აჩვენა, რომელიც ნეიროგასტროენტეროლოგიაში ჩატარდა, რომ თურმე შებერულობას როცა ხედავს ადამიანი, ან როცა ვერ ხედავს და აწუხებს უბრალოდ მეტეორიზმი, ამ პრობლემის დროს სინამდვილეში გაზი ბევრი სულად შეიძლება არ იყოს გამომუშავებული მის ორგანიზმში. ცოტა უცნაურია, ხო? ანუ შეიძლება ნორმალური რაოდენობით გაზები, არა ბევრი გაზები გახდეს შემაწუხებელი შებერულობის მიზეზი. რანაირად შეიძლება მოხდეს ეს? ეს შეიძლება მოხდეს სხვადასხვა მექანიზმების გამო, რაც არის ტვინის და ნაწლავების დარღვეული ურთიერთობის საფუძველი. ამ სხვადასხვა მექანიზმებს, როცა ნეიროგასტროენტეროლოგიურ სხვადასხვა პრობლემებზე ვისაუბრებთ, არაერთხელ შევეხებით, იმიტომ რომ ძალიან კარგად ამის ცოდნა მარტო ბევრ პრობლემას მოაგვარებს რა. ანუ ეს მექანიზმები ადამიანი თუ ერკვევა და ეს გაახსენდება ყოველ შემაწუხებელი შებერულობისას, მისი შებერულობა, მისი გაბერილი მუცელი შეიძლება მომენტალურად დაიჩუტოს რა. იმიტომ რომ აქ რაღაცეების ახსნას, განათლებას, გარკვევას აქვს უფრო დიდი მნიშვნელობა ვიდრე წამლებს, რომლებიც ეფექტური არ არის ხშირ შემთხვევაში. და ვერც იქნება, იმიტომ რომ აგერ მექანიზმებს ვნახავთ ახლა სად არის. მუცლის შებერულობა გამოწვეული არის უხშირეს შემთხვევებში, შემაწუხებელი შებერულობა, შენელებული ტრანზიტით, ანუ საკვების ნელი გადაადგილებით ნაწლავის რომელიღაც უბანში, იქნება სრული ნაწლავი თუ მსხვილი ნაწლავი, უფრო მეტად მსხვილი ნაწლავია ხოლმე, ვისცერული ჰიპერსენსიტიურობით, ცენტრალური პროცესირების დარღვევით და შედეგად აბდომინოფრენული რეფლექსის არასწორი მუშაობით. ახლა გავყვებით ამას ნაბიჯ-ნაბიჯ და აგეხსნით რა ხდება და როგორ. ახლა სტრესის დროს და ნერვიულობის დროს და სხვადასხვა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების დროს ჩვენი ნაწლავების გადაადგილება შეიძლება შეფერხდეს. შეფერხდეს ოღონდ არ იფიქროთ, რომ მაინც შეკრულება უნდა დაიმართოს აპრიორი რა პაციენტს. შეიძლება შეფერხდეს რაღაცა უბანში, მერე გასწორდეს, მერე ალაგ ისევ შეფერხდეს. ანუ ეს რომ უნდა იყოს კოორდინირებული, ძალიან ისეთი
ერთნაირი და თანაბარი ამ ნაწლავის გადაადგილების ტემპი, ზემოწყვა ტემპი, ქვემოწყვა ტემპი, ხო? ძალიან ჩახლართულია რა ეგ პერისტალტიკა თვითონ. მისი რეგულირება არის აი ძალიან ავტონომიური და ძალიან რთული რაღაცა რა. ნაწლავის ელექტროობა და ამის მომარაგება და ინერვაცია არის ურთულესი რამე. და ძალიან ელეგანტურად აწყობილი რამე რა, ძალიან საფრთხე ძალიან მარტივია რომ ეგ დაირღვეს ხოლმე რა. და სტრესის დროს შეიძლება, როგორც ვთქვით, ეს მოძრაობა შეფერხდეს. ან მთლიანად შეფერხდეს, ან სულ ნაწლავს შეფერხდეს, ან სრული ნაწლავის რაღაცა ნაწილებში, მაგრამ ალაგ-ალაგ შეფერხდეს. და სადაც შეფერხდეს ხოლმე, შეიძლება იმ შეფერხების ადგილებში გაზები მეტი დაგროვდეს. ანუ გაზები იმიტომ კი არ დაგროვდეს, ხშირად აი პაციენტებს უხსნიან ხოლმე, რომ ნაწლავი რო უხვევს, მანდ იჭედება გაზები და რაღაცა არ არის ეგ მასე. ანუ მანდ რამე ნაწლავის ფორმა კი არ აბრკოლებს გაზებს. უხშირეს შემთხვევაში რა. არამედ თვითონ რომელიღაც უბანში ტემპის დაგდება, რაც გამოიწვია სტრესმა და სხვა მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა. ამავდროულად ეს შეიძლება მოხდეს ქვემოთაც რა. და მაგალითად დაირღვეს თვითონ ევაკუაცია იყოს პრობლემური. ანუ გაზები ჩაიკეტოს და ვეღარ გამოვიდეს უკანა გასასვლელიდან რა. ესეც და ამას შექმნას მეორე შემაწუხებელი პრობლემები. არის ასე დაავადებები, დისინერგიული დეფეკაცია ქვია, რომლებიც აი ვლინდება ხოლმე ასე, თითქოს ყაბზობა აქვს პაციენტს, მაგრამ ყაბზობა კი არა აქვს. განავალი მიდის სწორნაწლავამდე ჩვეულებრივი ტემპით, მაგრამ იქიდან გამოსვლა ჭირს განავლისას და გაზებისაც. და ძალიან დიდ შეწუხებას იწვევს ხოლმე ეს პაციენტებისას. მოკლედ, ტემპის დარღვევა არის ისეთი რა, ერთ-ერთი მთავარი ნაბიჯი. მაგრამ მარტო ეს არ არის საკმარისი, რომ შეწუხდეს ადამიანი გაზებით რა. ასევე ამას თან ერთვის ხოლმე უხშირეს შემთხვევაში ვისცერული ჰიპერსენსიტიურობა. ვისცერული ჰიპერსენსიტიურობა რას ნიშნავს ახლა? ნორმალურ შემთხვევაში უამრავი რაღაცა ხდება ჩვენს ნაწლავებში, გაზები წარმოიქმნება, შეიწოვება, გადაადგილება, ზოგადად შეიძლება გაიჭედოს კიდევაც ცოტა ხანი და მერე გაიხსნას და გააგრძელოს გადაადგილება. ამ ნორმალურ პროცესებს ზურგის ტვინში მიეწოდება დორსალურ განგლიებში სიგნალები ნაწლავებიდან და ტვინი იქვე ზურგის ტვინში ამ ყველაფერს ბლოკავს. ეუბნება რომ გავიგე, არაფერი ცუდი არ ხდება, გააგრძელე ცხოვრება, არაფერი ამაზე არ შემაწუხო რა. ამ ყოველდღიურ რუტინულ რაღაცებზე ინფორმაციას ნუ მაწვდი და ნუ მაწუხებ. ამას ეუბნება ტვინი იქვე რა ზურგის ტვინში ვაგვარებს ამას და ჩერდება, ანუ ადამიანი არ წუხდება ამით ნორმალური ნაწლავების მუშაობით. ეს მას უნდა იყოს. ადამიანი ყოველდღიურობაში ვერც უნდა ხვდებოდეთ ნაწლავები რას აკეთებენ და როგორ მუშაობენ, ეს მუშაობენ რა. როდესაც მენტალური ჯანმრთელობის პრობლემები ან შეიძლება არც იყოს მენტალური ჯანმრთელობის ქრონიკული პრობლემა და უბრალოდ სტრესული სიტუაცია კონდეს ადამიანს, სენსიტიურობა იზრდება. მაგ დროს ნაწლავების უჯრედები, ამის გაზრდის ერთ-ერთი მექანიზმი რა არის ცით, ნაწლავის უჯრედები უნდა იყოს ძალიან მიჯრით ერთმანეთთან დალაგებული. მათ შორის ვერ უნდა აღწევდეს ვერაფერი და ასევე ნაწლავის მიკრობიომი უნდა იყოს ძალიან მრავალფეროვანი და მდიდარი, ანუ ბაქტერიები ნაწლავის სანათურსა და ნაწლავის უჯრედებს შორის, რომლებიც არიან მოთავსებულები. უჯრედების მიჯრით დაწყობა და მათ ზემოთ კიდევ ბაქტერიების ფენა ძალიან კარგი დაცვაა იმისთვის, რომ უჯრედების შიგნით არსებული ნერვული უჯრედები, ნერვული კვანძები რა თვითონ ესენი არ გაღიზიანდნენ ზედმეტად. და ზედმეტად ნაწლავის სანათურში 1000 უცხო რამე რო დადის, მათ ნერვულ უჯრედებთან შეხება არ ჰქონდათ ზედმეტად. მაგრამ სტრესის დროს და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების დროს ნაწლავის მიკრობიომი შეიძლება გაღარიბდეს, მათ შორის შეცვლილი კვებით ქცევების გამო. შეიძლება სულ არ ჰქონდეს სტრესის და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემა და უბრალოდ ცუდად იკვებებოდეს ადამიანი და მაგითაც გააღარიბოს ნაწლავის მიკრობიომი და გამოიწვიოს მომატებული სენსიტიურობა მე ნაწლავების. ზუსტად ამ მექანიზმით, რაც ახლა გიხსნით. და ამ დროს ეს ნაწლავის მიკრობიომიც გაღარიბდება და ნაწლავის მიჯრით განლაგებული უჯრედებიც შეიძლება გახდეს უფრო ფაშარი. და მათ შორის გააღწიოს ხოლმე ნაწლავის სანათურში არსებულმა ნივთიერებებმა. და პირდაპირ შეხება იქონიან ნაწლავის ნერვული სისტემის უჯრედებთან. ესენი უცხოა მაგ ნაწლავის ნერვული სისტემის უჯრედებისთვის. აქამდე ვერ აღწევდნენ ისინი, იმიტომ რომ მიკრობიომი და მჭიდროდ განლაგებული უჯრედები იცავდა ერთმანეთს. და ეს რო ასე ვერ მოხდა და რო შეიცვალა, ამ უჯრედებმა დაიწყეს ზედმეტად პანიკის ატეხვა. და ზედმეტად დაიწყეს უკვე რაღაცეებზე რეაგირება. და ზედმეტად რო დაიწყეს ყველაფერზე რეაგირება, უკვე დაიწყეს ნამდვილად ნორმალურ რაღაცეებზეც რეაგირება. ნაწლავი ხო იბერება, იკუმშება, გაზები გროვდება, ხო? აქამდე ამას აიგნორებდა ეს ჩვენი ნაწლავის ნერვული სისტემა. მაგრამ რახან გახდა ეხა სენსიტიური,
და გახადა სენსორია ამან რაც თქვით. ეხა უკვე ნაწლავის ნორმალურ გადაბერულაცაც დაიწყო პანიკის ატეხვა და ცენტრში ბევრი სიგნალის გაგზავნა, რომ არ იქა რაღაცა ხდება მიშველეთ დროზე, მომაქციეთ ყურადღება. პრობლემა გამოხდა ცენტრშიც, მასე არა რომ მარტო პერიფერიაზეა პრობლემა. ცენტრში ეხა ნორმალურ შემთხვევებში წესით რა, ძალიან დიდი კარიბჭე აქვს ტვინს ტკივილის აღქმის. და ამ კარიბჭეში ასე რიგითი სიგნალები ვერ აღწევს, ანუ რიგით რამეს ტკივილად ტვინი არ აღიქვამს რა. მაგრამ როდესაც ეს ამიგდალა ტვინის ერთ-ერთი უბანი გააქტიურებულია სტრესის გამო, მაშინ ამ კარიბჭის კარები იღება და ისეთი რამეებიც აღწევს შიგნით, რაც ნორმალურ შემთხვევაში ტკივილს არ უნდა იწოვდეს. და იწყებს აი ნორმალ პერიფერიიდან მიმავალ ნორმალურ სიგნალებს თუ აქამდე ბლოკავდა ტვინი, ხო? ეხა ამიგდალა რახან აქტიურობს მენტალური ჯანმრთელობის პრობლემებს თუ სტრესის გამო, ამიტომ ვეღარ ბლოკავს. და პერიფერიიდან მიმავალ იმპულსებს ყოველთვის არქმევს ტკივნეულ იმპულსებს. და ცდილობს ადამიანი ამოქმედოს, რომ რაღაცნაირად თავის თავს უშუალოს და რაღაცა გააკეთოს რა. და ასევე გაითვალისწინეთ, რომ იქ ქვემოთ პერიფერიაში ხო უკვე ისედაც ბევრი სიგნალი დაგროვდა. რაღაცა ამდენი რეპორტინგი არც იყო საჭირო ტვინისთვის, რა ცოტა უნდა მიეწოდებინა. იმან ხო ისედაც ბევრი მიაწოდა, ამან კიდევ გაამრავლა, კიდევ ბევრჯერ რა. სტრესის და მენტალური ჯანმრთელობის პრობლემების გამო. ეს არის ცენტრალური პროცესირების დარღვევა. ანუ რაღაცები რაც უნდა დაიგნორებინა ტვინს, ამ მიმდინარე ფიზიოლოგიური ცვლილებების გამო ვეღარ აიგნორებს და პირიქით ამრავლებს მიმდინარე იმპულსებს. და ეს შედეგად გამოიხატება იმაში, რომ ადამიანი შეიძლება უბრალოდ გრძნობდეს დაჭიმულობას და ვერ შიგნიდან აწუხებდეს, რომ ხოლმე ვიზუალურად არ ებერებოდეს მუცელი, მაგრამ ანუ რომ შეიძლება ვიზუალურადაც ნახოს შებერილი მუცელი. ეს ხშირად უკურთხავენ პაციენტებს, რომ აი ორსული ხალივით გავიბერე, მუცელი გამებერა. ამას თითქოს იმის არგუმენტად ამბობენ ხოლმე ხშირ შემთხვევაში პაციენტები, რომ ექიმა დაიჯეროს, რომ მართლა იბერებიან. ზოგ პაციენტს სურათიც კი უჩვენებია, რომ აი მუცელი რამ ხალხზე გაიბერა. და სინამდვილეში ეს მუცლის გაბერვა ბევრი გაზის დაგროვებას კი არ აღნიშნავს, არამედ ამ მექანიზმის გამო თვითონ კუნთოვანი აბდომინოფრენული რეფლექსი იცვლება. აბდომინოფრენული რეფლექსი ნიშნავს, რომ წესით ნორმალურ შემთხვევაში, როდესაც გაზები გადაადგილდება ჩვენს მუცლის რუში, დიაფრაგმის კუნთი უნდა მოდუნდეს და ზემოთ აიციოს, მუცლის ფარის კუნთები უნდა დაიჭიმონ პირიქით და შიგნით შემოიწიონ. და ამ შემთხვევაში, აი წინ აღწერილი პროცესების გამო, დიაფრაგმის კუნთი პირიქით ქვემოთ ჩამოდის, იჭიმება, მუცლის კუნთი დუნდება. და ნორმალური რაოდენობის გაზებიც კი შეიძლება არასწორად გადანაწილდეს და მუცელი მართლა ვიზუალურად გაიბეროს პაციენტს. ეს არის და ეს მთელი ჩვენი მექანიზმი, როგორ შეიძლება იწოვდეს ერთი შეხედვით ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესები ძალიან შემაწუხებელ შებერულობას. ტრანზიტი მცირდება, ჰიპერსენსიტიურობა იმატებს, ტვინში ცენტრალური პროცესირების დარღვევა ხდება და მე ეს ფიზიკური ცვლილებებით გამოიხატება. ანუ ეს არის ნეიროგასტროენტეროლოგიური პრობლემა, რომელიც კი არ გეჩვენებათ, მართლა გაქვთ უბრალოდ ტვინის და ნაწლავების დარღვეული ურთიერთობის გამო. ამ თემას არაერთხელ დავუბრუნდებით, იმიტომ რომ ამ თავარია პაციენტის ინფორმირება უკვე დიდი საქმეა პრობლემის მოგვარებისკენ. ეცადეთ, რომ ყოველთვის მეტნაკლებ ახლა ძალიან რთულია თავი ხელში აიყვანოთ მასე, რთულია მას შეიძლება ვერ გააკეთოთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ აი უეფექტო მკურნალობები, უეფექტო გასტროენტეროლოგიური წამლები დიდად დაე არ გამოიწვევს ამან თქვენი ფრუსტრაცია. იმიტომ რომ უეფექტო იქნება ეს წამლები, ნორმალურ პროცესს ასე ვერ უმკურნალებს, ნორმალურ რაოდენობით გაზებს ვერ უმკურნალებს ვერავინ. და გაზების წამლები ამიტომაც არ არის დიდად ეფექტური. აქ ეფექტური უფრო მეტად იქნება მუშაობა სტრესის მართვაზე, ტრიგერების პოვნაზე, სუნთქვის ვარჯიშების გაკეთება, მეტი ფიზიკური აქტივობა, დამშვიდება პაციენტის, ახსნა, ეს ინფორმაციაც ეფექტური იქნება, რაც ახლა მოისმენთ და გაიაზრებთ. ვიდრე ის რომ რაღაცა გაუთავებლად წამლიდან წამალი რა. ჯანმრთელობას გისურვებთ, კარგად ბრძანდებოდეთ. დაუბრუნდებით აუცილებლად სხვადასხვა ნეიროგასტროენტეროლოგიური პრობლემებით კიდევ ამ ციკლის პარალელში რა. კარგად.